28 დეკემბრის საღამო იყო, ზუსტად მახსოვს 7 საათიდან სატესტო რეჟიმში ვხდებოდით პირდაპირ ეთერში. ზუსტად 20 წლის წინ 2004 წლის 28 დეკემბერს რადიო თრიალეთმა რადიო მაუწყებლობა დაიწყო. ლიკა შამუგია მსმენელთან პირველ შეხვედრას და იმ ემოციას იხსენებს, რომელიც 20 წლის წინ მას და მის მეგობრებს ჰქონდათ. ძალიან საინტერესოდ გაიარა ბევრმა წელმა მსმენელთან ერთად, ერთგულ მსმენელთან ერთად, ბევრი წარმატება იყო, ბევრი კარგი დღე გვახსოვს, ვხდებოდით პირდაპირ ეთერში 7 მუსიკალური წამყვანი და 1 საათის მანძილზე ვესაუბრებოდით მსმენელს, რომელიც იმ ეტაპზე, იმ მოცემულობით ძალიან ვიწრო საზოგადოება იყო, პატარა საზოგადოება, ჩვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მღელვარება ახლდა თან. პირველი იყო ჩვენთვის, გამოცდილება ამ საქმეში არ გქონდა, რეგიონშიც პირველი იყო და ძალიან ისეთი დაუვიწყარი ემოცია იყო, რამდენი წელი გავიდა და დღემდე ყოველთვის, როცა ერთად ვართ, პირველი წამყვანები, რადიო თრიალეთის პირველი წამყვანები, ყოველთვის სასიამოვნოდ ვიხსენებთ ხოლმე. 7 მუსიკალური წამყვანი ვიყავით, RJ გვერქვა მაშინ ესე, ლექსო ვალიაური, დათო იაშვილი, თამუნა მჭედლიშვილი, მაკა კოჭლამაზაშვილი, ქეთი ნიკოლიშვილი, ლიკა მელთაური და მე და ძალიან ბევრი საინტერესო დღე გვქონდა თვითონ ჩვენგანს რადიო თრიალეთთან ერთად. და ამდენი წლის მერე კიდევ რომ ისმის რადიო თრიალეთის ხმარი ძალიან სასიამოვნო, წარმატებები მინდა ვუსურვო, ყველაზე მთავარი რაც არის ბევრი მსმენელი და ბევრი საინტერესო ეთერი. მოგესალმებით რადიო თრიალეთის ეთერში მიმდინარეობს დილა FM-ზე. 28 დეკემბერი წლის 362 დღე წლის ბოლომდე დარჩენილია 3 დღე. წლების განმავლობაში რადიო თრიალეთმა მრავალი ერთგული მსმენელი შეიძინა, რაც ყველა ასაკის გემოვნების, მუსიკისა და ხარისხიანი პროგრამის დამსახურებაა. რადიოს ეთერში საათში ერთხელ გადის საინფორმაციო გამოშვება, რომელიც მსმენელს რეგიონში, ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ უყვება. წამყვანი გვანცა გოგუაძე ამბობს, რომ გასული წლების მსგავსად რადიო თრიალეთი მსმენელს 2025 წლიდანაც ბევრ სიახლეს შესთავაზებს. დღეს 28 დეკემბერია, რადიო თრიალეთის დაბადების დღეა. ჩვენი რადიო 2004 წელს დაარსდა და მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მაუწყებლობს, მუდმივად ანებიურებს მსმენელს სიახლეებით და შემცნებითი გადაცემებით. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს რადიოს დაბადების დღე. პირველ რიგში მინდა ვუსურვო წარმატებები და რა თქმა უნდა რეიტინგი. ჩვენს მსმენელს კი ვეტყვი, რომ 2025 წლიდან პროგრამაში გვაქვს ასევე ძალიან კარგი სიახლეები. მადლობა რადიო მსმენელს ერთგულებისთვის და რა თქმა უნდა დღის განწყობისთვის ყოველთვის და ყველგან მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ თქვენი რადიო ტალღა უნდა მომართოთ FM 104.9-ზე. რადიო თრიალეთს დაბადების დღეს ის მუსიკოსებიც ულოცავენ, რომელთა სიმღერებიც ეთერში ხშირად ისმის და მსმენელს განსაკუთრებით უყვარს. თრიალეთს ულოცავ შუა ახალწელს. ასევე დაბადების დღეს და უსურვებ რასთავანი მშვიდობას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს და ბევრ კარგ რესპონდენტს. თქვენი მიხეილ ზაქარიაშვილი. მე მაიკო მეგრელიშვილი, დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ რადიო თრიალეთს დაბადების დღეს. წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ. მინდა რომ რადიო თრიალეთს მიულოცო დაბადების დღე ჩემი სიმღერით, ვუსურვო ბევრი კარგი სიმღერა, გემოვნებიანი სიმღერები და რა ვიცი, ყოველმე საუკეთესო მინდა გისურვოთ. ჯანმრთელობა და ღვთისმწყალობა მიყვარხართ. დიდი პატივისცემი და სიყვარულით ულოცავ რადიო თრიალეთს იუბილეს და დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. რადიო თრიალეთს ულოცავ დაბადების დღეს და უსურვებ უდიდეს რეიტინგებს, რა თქმა უნდა. რადიო თრიალეთს ულოცავ დაბადების დღეს, ასევე გილოცავთ დამდეგ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით. გისურვებთ დიდ რეიტინგს, გისურვებთ ნაყოფიერ სამუშაო წელს. ულოცავ რადიო თრიალეთს დაბადების დღეს, დამდეგ შობა ახალ წელს, უსურვებ ყველაფერს საუკეთესოს და მრავალჯერ გაეხარებინოს თავისი ერთგული მსმენელი. და შემოგთავაზებთ ოთარ რამიშვილის ერთ გენიალურ სიმღერას ჩემი შესრულებით.